სწავლა ევროპაში არა მხოლოდ იყო და დღემდე რჩება კვალიფიციური განათლების მიღების ხელმისაწვდომ საშუალებად, არამედ ეს იყო ლეგალური გზა ევროპაში ცხოვრების უკეთეს მომავალზე არა მხოლოდ ფიქრის, არამედ შექმნის შესაძლებლობად. დაანონსებული ცვლილებების შემდეგ, რომელიც სასკოლო სისტემას აბრუნებს კომუნისტურ 11 წლიან პროგრამაზე, ამ საშუალებას მომავალ თაობას მოუკლავენ და ეს იქნება მხოლოდ მდიდართა პრივილეგია. ისინი შეიძლება მხოლოდ გაიარონ დამატებითი 1 წელი, თუნდაც ევროპაში და შემდეგ დაიწყოს სწავლა. ამიტომ ვფიქრობ, იმ ადამიანებმა, ვინც მიიღეს განათლება ევროპაში, ან აქვთ გამოცდილება, ვინც ევროპული სასწავლო პროგრამებით თავის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, უნდა გამოხატოთ აუცილებლად თქვენი გამოცდილება, დაწეროთ თქვენი რეაქცია და გაუზიაროთ ეს გამოცდილება იმ ადამიანებს, ვინც, როგორც ხედავთ, ეხლაც კი ფიქრობენ, რომ ეს დამატებითი 1 წელი არის უაზრო დროის კარღვა და მათ უნდა იცოდნენ თუ რას ართმევენ თავიანთ შვილებს და თავიანთ მომავალ თაობას, რა საფრთხე ემუქრება და რეალურად რა შედეგებს მივიღებთ ამ პროგრამაზე გადასვლით.